მოგესალმებით, კოლეგებო. ფორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის ხდომა. დღეს ეს რიგით წარმოდგენილი გვაქვს ერთი საკითხი. მიწის გრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. და ინფორმაციას მოვისმენთ 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის ეს რიგი, ვინ არის მომხრე. ეს რიგი დამტკიცებულია, მაშინ შეგვიძლია მოვუსმინოთ მოხსენებელს. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი მიშელაძე, მიწის გრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. გთხოვთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. როგორც დღეს წესრიგშია მითითებული, წარმოგიდგა ჩვენი სააგენტოს მიერ 2024-ში გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიშს, ასე ვთქვათ, ყველა მიმართულების მიხედვით, რაც ძირითადი მიმართულებები გვაქვს ჩვენ განხორციელებული, ასე ვთქვათ, პირველი გამოყოფით ძირითად სამ მიმართულებას, ეს არის მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის წარმოება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ ჩვენ და 2004 წლის მერე ქვეყანაში მიწის ბალანსი და მონაცემთა ერთობლიობა, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ 2004 წლის შემდგომ საქართველოში მიწის ბალანსი როგორც ასეთი არ შექმნილა, არ დამუშავებულა ესეთი მონაცემები, როგორც და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და გვქონდა შესაძლებლობა, რომ 2004 წელს განვიხორციელებინა. გარდა ამის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ქარსაფარი მინდორდაცვითი ზოლების ინვენტარიზაცია. მოგეხსენებათ, კანონი არის მიღებული ქარსაფარი ზოლების შესახებ, რომლის თანახმად კანონიდან გამომდინარე მართვას უზრუნველყოფს ჩვენი სააგენტო და უკვე გარკვეული ტერიტორიები, საბჭოთა კავშირის დროს გაშენებული ტერიტორიები, ქარსაფარი ზოლად რაც იყო გაშენებული, უკვე მისი ინვენტარიზაცია, განხორციელება და პრეზენტაციას წარმოგიდგენდა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომის სახელმწიფო პროგრამა. სამწუხაროდ ასევე შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლამდე, სანამ პროგრამა ჩაეშვებოდა და საქართველოს მთავრობა მიიღებდა ამ დადგენილებას საძოვრების ხელმისაწვდომის პროგრამის თავაზე, იქამდე ცოტა არ იყოს ძალიან ქაოტურად იყო საძოვრების განკარგვისა და მოხმარების საკითხი, ამიტომ გარკვეული ჩარჩოები და წესები განისხვავდა ამ პროგრამაში და ამ პროგრამის ანგარიშსაც მოგაწვდით, რა თქმა უნდა. თქვენი ნებართვით დავიწყებ საქართველოს მიწის ბალანსის შესახებ. მიწის ბალანსის შესახებ მონაცემებს, როგორც პრეზენტაციაში სლაიდზე წარმოდგენილია, ჩვენ 2024 წელს შევკრიფეთ საჯარო, ძირითადი ჩვენი ბალანსის მონაცემები ეყრდნობა როგორც თქვა საჯარო რეესტრის მონაცემებს და სხვადასხვა უწყებებიდან მიღებულ სივრცულ მონაცემებს, ასევე ჩვენს მიერ საჯარო რეესტრში გადაღებულ ორთოფოტოების დეშიფრირებას, რომლის თანახმადაც ხდება როგორც მიწის დაფარულობის, ასევე მიწის საფარის შესახებ მონაცემების შეკრება, დამუშავება და ერთიან ბაზაში მოქცევა. სწორედ ამ კუთხით თვითონ მიწის ბალანსი კანონიდან გამომდინარე არის საქართველოს მიწის ფონდის უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის სამსახველი ნაერთი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ერთის მხრივ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებისა და არასასოფლო სამეურნეო ტერიტორიების შესახებ მონაცემს. მე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ ჩვენ და ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიების ბალანსს ჩვენ ვერ არ მიგვიწვდებოდა ხელი, ვინაიდან ორთოფოტოები ამ ტერიტორიაზე არ არის გადაღებული ქვეყანაში, მაგის შესაძლებლობა არ არის, ამიტომ ჩვენი მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა დარჩენილ საქართველოს სრულ ტერიტორიას. ასევე მიწათსარგებლობის ფაქტობრივი დეშიფრირების მონაცემებისა და მესაკუთრეების სუბიექტების მიხედვით, ეს არის როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური, კერძო და ასე შემდგომ. ანუ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს უკვე მონაცემთა ბაზაში ასახული როგორც სასოფლო, ისევე არასასოფლო ტერიტორიის შესახებ მონაცემები, მისი დაფარულობისა და გამოყენების შესახებ და მითითებული გვაქვს უკვე ესა თუ ის მიწა ვისია და ასე შემდგომ, როგორც კერძო, სახელმწიფო და ასე შემდგომ. ჯამში მთელს ქვეყანაში
ასე ვთქვათ 40% წარმოადგენს მიწის ფონდის სასოფლო სამეურნეო ტერიტორიები, 43 დაახლოებით 60% არის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დეშიფრირება განხორციელდა 6.415.380 ჰექტარ ფართობზე, ანუ მთლიანად ეს არის მოცული ჩვენს მიერ ოკუპირებული ტერიტორია არ არის გათვალისწინებული, როგორც გითხარით 1.200.622 ჰექტარია. მათ შორის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შეადგენს 2.544.835 ჰექტარს. ჩვენის მხრივ ასევე გარდა იმისა, რომ სასოფლო და არასასოფლო გვაქვს აღრიცხული, ასევე ჩაშლილი გვაქვს უკვე ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, კორენის საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება და სწორედ ამ სტანდარტით გვაქვს პირველი და მეორე დონის ჩაშლები მონაცემების. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ყველაზე სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობების შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია მდელოებს, ასე ვთქვათ, რომელშიც შედის სათიბები, საცხოვრები და სხვადასხვა მიწის ფართობები, ეს ბალახოვანი მცენარეებით დაფარული ტერიტორიები და ასე შემდგომ. ძირითადად, ასე ვთქვათ, საძოვარის ტიპის მიწები, რომელიც 61.8%-ს წარმოადგენს და ჯამში ეს ტერიტორიები არის 1.573.000 ჰექტარი. გარდა ამისა არის კიდევ მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები, ეს 8.1%-ია მთელი სასოფლო სამეურნეო მიწებისა 205.380 ჰექტარია. აქედან ერთწლიანი კულტურებით დაკავებული ასევე სახნავი მიწები არის 22.6%, დაახლოებით 574.492 ჰექტარი და არსებობს კიდევ ცალკე ისეთი შერეული სასოფლო სამეურნეო ტერიტორიები, ასე ვთქვათ, ყველა დანარჩენი ტერიტორია, რომლის იდენტიფიცირება ზუსტად ვერ ხერხდება, ასე ვთქვათ, თავისი დაფარულობისა და გამოყენებიდან გამომდინარე და მასში შესაძლებელია ასევე ბუჩქნარი, ასევე ვთქვათ შერეული ფართობები, მრავალწლოვანი ნარგავებიც, რომლებიც ვთქვათ იმდენად შერეულია, რომ მისი იდენტიფიცირება ვთქვათ სახნავებისგან ცოტა არ იყოს რძნელია და ამიტომ ესეთი ტერიტორიები დაახლოებით არის 191.635 ჰექტარი. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ ნებისმიერ ეს მონაცემები, როგორც აღნიშნე, არის დეშიფრირებული მონაცემები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის ორთოფოტოების განხილვა, კამერალურად დამუშავებული ტერიტორიებია და ამას სჭირდება კიდევ საველე გადამოწმებები. თავისთავად გარკვეული რაოდენობა ჩვენს მიერ მოხდა საველე გადამოწმებები და შესაბამისად ჩაკორექტირდა ეს მონაცემები, მაგრამ თანდათანობით წლების განმავლობაში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა უკვე რესურსების გათვალისწინებით, რომ ალბათ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები იქნეს საველე გადამოწმების შედეგად, ასე ვთქვათ, განხორციელებული მათი გადამოწმებები და უფრო მეტად სიზუსტე გვექნება მომავალში თანდათანობით. რაც შეეხება არასასოფლო სამეურნეო ტერიტორიებს, სურათი ასეთი გვაქვს, 10%-ია დაახლოებით 397.790 ჰექტარი ეს მყინვარებით, ტენაშალი და ასე შემდგომ. გარდა ამისა, ტყით, ბუჩქნარით და ბალახოვანი მცენარეებით დაფარული ოღონდ ეს არ შეეხება სასოფლო სამეურნეო ტერიტორიებს, დანიშნულებით რომ ეს არის არასასოფლო სამეურნეო ტერიტორიები, ეს არის 63% და მოგეხსენებათ ტყის ფართობები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა საქართველოში, ეს 2.457.177 ჰექტარია, აქედან წყალმჭარი ტერიტორიები, ანუ ჭაობები, მცირეა, მაგრამ ჩვენ ტერიტორიისთვის ესაც ბევრია 15.540 ჰექტარია. გარდა ამისა, წყლით ზღვის დაკავებული ტერიტორია, ეს აკვატორიას რასაც ეძახიან, ეს არის 16.6%, ესაც თავისთავად მოგეხსენებათ წყლის ტერიტორიები, ჩვენს ტერიტორიაში შემოდის და ვინაიდან წყლის დაფარული ტერიტორია, ესაც ჩვენს მიწის ფონდის მონაცემებში არის სასახული და ეს წარმოადგენს 654.109 ჰექტარს, ტბები და წყალსაცავები, ეს შიდა წყლები 0.8%-ია, ინდუსტრიული სატრანსპორტო ტერიტორია, ეს არის აეროპორტები, ავტოსადგურები, ვაგზლები და ასე შემდგომ, ეს არის 2.8%, მდინარეებითა და არხებით დაკავებული, ეს არის 64.030 ჰექტარი 1.7% და ურბანული ტერიტორიები, ეს განაშენიანება რაც არის დასახლებული პუნქტების 4.5%-ია, 172.871 ჰექტარია. ეს დაახლოებით ეს მონაცემები არის, სტატისტიკური მონაცემები, ასე ვთქვათ, რომელიც უკვე წარმოადგენს ჩვენს მონაცემთა ბაზაში ასახულ ინფორმაციას. მე როგორც აღნიშნეთ, სამწუხაროდ 2004 წლის მერე ასეთი მონაცემები საერთოდ აღარ იყო ქვეყანაში
ასე თქვა დამუშავებული, თავმოყრილი და იყო გაფანტული და ზუსტი ციფრი როგორც ასეთი არ ქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის პროცესი და წელს უნდა დასრულდეს, მაინც ესე თავმოყრილი მონაცემები ქვეყანას არ გააჩნია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი საქმე განხორციელდა, რომელთაც უკვე გვაქვს სურათი, შემდგომში უკვე შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმოს ქვეყანაში, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით პროგრამები თუ ასე შემდგომ თუ ინვესტორებისთვის მისაწოდებული მონაცემები თუ რაც წარმოადგენს ჩვენ ქვეყანაში რა ტერიტორიას ფლობთ, რამდენს, აქედან რაში გამოიყენება. ჯამში წარმოდგენილ სლაიდში არის მთავრობის დადგენილების დამტკიცებული ფორმა, ასე ვთქვათ, რომლითაც და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფორმა მონაცემები და შემდგომში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეს ფორმა, რომლითაც უკვე სახეზე გვაქვს თუ რა მიწას ფლობს საქართველოს მიწის ფონდი. მოგეხსენებათ ერთია რომ შეიქმნას მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემებს ყოველთვის უნდა განახლებები. ვფიქრობთ რომ სამ წელიწადში ერთხელ იქნება უკვე იმ დონეზე განახლებები, რომ უკვე გამოვაქვეყნებთ კიდეც ამ განახლებულ მონაცემებს, მაგრამ ყოველწლიურად მიმდინარეობს მაინც განახლება. მიმდინარე წელს უკვე 2025 წლის ფარგლებში 8 თვის განმავლობაში 628 ჰექტარი მოიცვა ჩვენმა განახლებამ. ჰექტარაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ნინაწმინდის, ახალციხის, ადიგეისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები. ეს სწორედ იქიდან გამომდინარე არის, რომ მოხდა ახალი ორთოფოტოების გადაღება უკვე ახალი მდგომარეობით, იმიტომ სამწუხაროდ, როდესაც ვამუშავებდით მონაცემებს, გქონდა სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა კონფიგურაციის ორთოფოტოები, რომლებიც გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა ჩვენი ბაზის შექმნისათვის, მაგრამ ეხლა თანდათან უკვე ნახლდება და საჯარო რეესტრი გვპირდება, რომ უზრუნველყოფილი იქნება ყოველწლიურად გარკვეული ახალი ტერიტორიების გადაღება, რომ შემდგომში ჩვენს მიერ უკვე მოხდეს დეშიფრირება და მონაცემების განახლება. წლის განმავლობაში 1.200.000 ჰექტარის დეშიფრირება მოხდება და განახლდება უკვე ახალი მონაცემები გვექნება მიწის ფონდთან მიმართებაში. როგორც აღნიშნე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქარსაფარი მინდორდაცვითი ზოლების შესახებ კანონის თანახმად სააგენტოს საქმიანობის სფეროებში ქარსაფარების ინვენტარიზაცია, კანონის თანახმად მომავალ წელს ჩვენ უკვე დავასრულებთ საქართველოს ფარგლებში ინვენტარიზაციას 2024 წელს და გასულ წელს მაგერ 2900 ანუ 3000 ჰექტრამდე მოხდა ინვენტარიზაცია თეთრიწყარო, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში. წელს ეს არეალი უფრო გაიზარდა და უკვე 5610 ჰექტარი არის ინვენტარიზირებული და უკვე ფაქტიურად წლევამდე წელს ჩვენ ვამთავრებთ საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას სრულად და წელსვე გადავდივართ უკვე გურიის ტერიტორიაზე, გურიის მხარეში იქნება ინვენტარიზირებული და დანარჩენს უკვე რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, იმერეთს და სამეგრელოს ზემო სვანეთს უკვე მომავალ წელს სრულად დავასრულებთ ინვენტარიზაციას. საერთო ჯამში დღეს მდგომარეობით უკვე დაახლოებით 12000 ჰექტრამდე არის ჩვენს მთელ საქართველოში, ანუ ჩვენს მიერ ინვენტარიზებული ტერიტორიები. აგერ ამ სლაიდზე მითითებულია წლების მიხედვით თუ რომელ მუნიციპალიტეტში რომელ წლებში მოხდა ინვენტარიზაცია ქარსაფარი ზოლებისა და მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ტერიტორია დაკარგული, ბევრი საერთოდ მითვისებულია, პრივატიზაცია გაკეთებული, განადგურებულია დაახლოებით 80%-ზე მეტი, ზოგან უკვე ხმობებია თუ რამე შემორჩა ვთქვათ გაჩეხვას უკვე ხმობაშია შესული და ასე შემდგომ ისე რომ სახელმწიფოს წინაშე საკმაოდ დიდი გამოწვევა დგას, რომ ეს ქარსაფარის ზოლები მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის დაცვისათვის და უკვე დგას ეს გამოწვევა, რომ და ვიფიქროთ და დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ მოხდეს ქარსაფარის ზოლების აღდგენა, რეაბილიტაცია, განახლება. ჩვენ სამინისტროში უკვე საკმაოდ ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებული. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მიწათსარგებლობის მონიტორინგია, მოგეხსენებათ თვითონ ჩვენი სააგენტოს სახელწოდებაშიც კი არის მითითებული.
გარდა ამისა, ესე იგი, მონიტორინგის თვალსაზრისით ჩვენ გვიწევს გარკვეული მიწის კატეგორიებისა და დანიშნულებების ცვლილების მონიტორინგი. ჩართულები ვართ ამ პროცესში, მაგრამ არასრულად შეიძლება ითქვას, ძირითადად ჩვენ გვიწევს რეგულაცია, ანუ სამართლებრივი ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, მხოლოდ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულის მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების პროცესში და არა პირიქით. სასოფლოდან არასასოფლოში თუ გადადის, ჩვენი სააგენტო ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. დღეს, ასე ვთქვათ, 2024 წელს დაახლოებით 50 ჰექტარი იქნა არასასოფლოდან სასოფლოში გადმოყვანილი. მინდა ვთქვა, რომ ეს საერთოდ ახალი ნორმაა 2019 წელს, როდესაც მიიღო მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესახებ კანონი. პარლამენტმა მაშინ დადგინდა, რომ იქამდე არ ხდებოდა არასასოფლო სამეურნეო მიწების გადმოყვანა სასოფლოში. წელს უკვე 2 ჰექტარ ნახევარი არის ამ 8 თვის განმავლობაში მოთხოვნილი და გადაყვანილი არასასოფლოდან სასოფლო სამეურნეო მიწად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ ადგილზე დათვალიერებას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მხოლოდ მიწის გადაყვანა სასოფლოში. იმიტომ რომ ხომ არ არის გაფუჭებული, დაბინძურებული და ასე შემდგომ და ამიტომ გვიწევს ჩვენ თბილისი და მთელი საქართველოს ფარგლებში ხანდახან 100 კვადრატულია, ხანდახან 200 კვადრატულია და ამ 100 კვადრატულის გულისთვის რაიმის ჩავდივართ, რომ ადგილზე დავათვალიერო და შესაბამისი დოკუმენტაცია იქ ანალიზები კეთდება ლაბორატორიული კვლევის, რომ შესაბამება თუ არა მოთხოვნებს იმისათვის, რომ აღნიშნული მიწა გადაყვანილდეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მაინც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული კომისია. ასევე მიწათსარგებლობის მონიტორინგის კუთხით აღნიშნავდი თქვენს წინაშე გამოყოფდი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვროების ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს 10822 ჰექტარის ასე ვთქვათ მონიტორინგი განხორციელდა, წელს უკვე 12657 ჰექტარის და ასე შემდგომ, როგორც აღნიშნე 2021 წლიდან დაიწყო უკვე სახელმწიფო პროგრამა საძოვრების ხელმისაწვდომობის, რომლის ფარგლებშიც სამწლიანი ვადით გავცემთ იჯარით, ოღონდ ეს იჯარა გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით წინა დადგენილი რეგულაციებიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, ვისაც პირუტყვი ყავს. აუცილებელი პირობა უნდა ყავდეთ ან წყვილფეხა, ან მსხვილფეხა პირუტყვი და ისე ჩვენს პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამ პროგრამასაც თავის სიკეთებია, გარკვეული სირთულეებიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავუმკლავდეთ. გვაქვს დღესაც ტერიტორიები იჯარით გასცემ, რომლებიც ასე ვთქვათ ჯერჯერობით კიდევ გადაწყვეტის პროცესშია, რომ გადაეცეს ფერმერებს. გარდა ამისა არსებობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. ბატონგელა და ამ პროცესში ჩვენი მხრივ ასე ვთქვათ ადგილზე დათვალიერების მონიტორინგის ფუნქცია აქვს ჩვენ სააგენტოს. ვახდენთ ამ მიწის თვითონ პროგრამა მოიცავს იჯარით გაცემული სასოფლო სამეურნეო მიწების პირდაპირ გამოსყიდვას და სანამ გამოსყიდვა მოხდეს, მათ გარკვეული ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ამიტომ რამდენად არის შესრულებული ეს ვალდებულება, ხდება ჩვენ სააგენტოს მიერ ადგილზე დათვალიერება და შემდგომში უკვე გადაწყვეტილებას საერთოდ ჯამში ეკონომიკის სამინისტრო იღებს. წეგანაც აღნიშნე ქარსაფარი ზოლების შესახებ მცირე მონაცემები და ეხლაც მოგახსენებთ 2024 წელს ჰექტარი ინსპექტირებული. მონიტორინგი. ხო, მონიტორინგი. ხო, უცბად ამომართ ციფრი. იმგენად მეცოტავა, მაგრამ რეალურად ინსპექტირებისა და მონიტორინგის ადგილზე ჩასვლის ჩვენ ხელშეკრულებით გვაქვს ვალდებულება მინიმუმ 10% გადავამოწოთ კონტრაქტორის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის მონაცემი რამდენად რეალურია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ისი შესაძლებლობები გვაქვს უფრო მეტი გადავამოწმოთ. შარშან 594 ჰექტარი გადამოწმდა ადგილზე ინსპექტირების მეშვეობით, ხოლო წელს უკვე 8 თვის განმავლობაში 569 ჰექტარი გვაქვს გადამოწმებული და მონიტორინგი ჩატარებული.
რაც შეეხება თვითონ პროგრამის პრინციპებს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს არსებული საძოვრების სახელმწიფო პროგრამის 2024 წელს ქვეყანაში 204 ახალი ნაკვეთი იქნა იდენტიფიცირებული. აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ნაკვეთი რეალურად გამოყენებულ არის საძოვრად, მაგრამ თუ მას კატეგორია არ აქვს საძოვრის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გარდა იმისა, რომ დასარეგისტრირებელი მიწებიც გვაქვს, არის მიწები, რომლებსაც დანიშნულება აქვს, მაგრამ კატეგორია არ აქვს. ესაც გარკვეული პრობლემაა, ამიტომ დღეს მდგომარეობით 200 გასულ წელს 204 ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა, განესაზღვრა კატეგორია საძოვრის, ეს არის 13326 ჰექტარი, მაგრამ მიუხედავად ამ რაოდენობისა, ეს რაოდენობა არ მოხდა პროგრამის ფარგლებში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პროგრამის ითვალისწინებს, რომ იდენტიფიცირების შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა შეუთანხმოთ, ასე ვთქვათ, მათგან დადასტურება უნდა მიიღოთ, რომ გაიცეს ეს იჯარით. ძალიან ბევრია, ამას კიდე თავის პლუსი და მინუსები აქვს, რომ ძალიან ბევრ მიწაზე გვეუბნება მუნიციპალიტეტით, რომ ეს უარს და უარს ერთ-ერთი მიზეზია და ერთადერთი ალბათ, რომ წერილში წერია მოკლედ, რომ სოფელი ხმარობს და უარს ვამბობთ. ხმარობს, არ ხმარობს, ამის გადამოწმებას ახლა ჩვენ აღარ ვაკეთებთ და მუნიციპალიტეტს არ შევდივართ, ასე ვთქვათ, განხილვებში მუნიციპალიტეტთან და შესაბამისად, როდესაც გვაქვს ესეთი დოკუმენტალური მტკიცება, რომ სოფელი განკარგავს და სარგებლობს, ის მიწები უკვე აღარ შეგვაქვს პროგრამაში და შესაბამისად ამის გათვალისწინებით უკვე საერთო სახელმწიფო და გარდა ამისა ქონების მართვის სააგენტოს უთანხმებთ, წიაღის ეროვნულ სააგენტოს უთანხმდეთ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უცხარებთ და საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე ყველასთან შეთანხმდება, უკვე ასეთი შეთანხმებით და ყველას ნაკვეთზე რო თანხმობას ვიღებთ, მე გაგვაქვს უკვე საჯარო განხილვისათვის, ანუ ჩვენს ვებგვერდზე თავსდება შესაბამისი კოდები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია როგორც სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ნახოს ეს მონაცემები, იქვე არის კოდზე რომ დააწყაპებს ბმულით გადავა უკვე და სურათსაც ნახავს თუ რას წარმოადგენს ეს ნაკვეთი, სად არის რუკაზეც და ასე შემდეგ რა კონფიგურაცია აქვს. და მოკლედ ამის შემდგომ უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. 2004 წელს იჯარის ხელშეკრულება გაფრთხილდა 99 მიწის ნაკვეთზე. ეს არის 9400-მდე ჰექტარი. თვითონ პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას, ეს არის როგორც ვთქვათ, თუ ერთ განაცხადზე, ერთ კოდზე შემოვიდა ერთზე მეტი განაცხადი, ვთქვათ, დაინტერესებული პირის, მაშინ მათ შორის ხდება აუქციონი. ხოლო თუ ერთ კოდზე შემოვიდა ერთი განაცხადი, თავისთავად ან აუქციონს ვერ მოახსენს და უკვე პირდაპირ გადაეცემა საწყის სააუქციონო ღირებულებაში. პირდაპირ წესით, ასე ვთქვათ, 72 საძოვარი განიკარგა გასულ წელს 6500 ჰექტარი, ხოლო აუქციონის წესით 17 საძოვარი 2879 ჰექტარი. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს აუქციონის გზით იჯარით გაცემულ საძოვრებზე ჩამოწლილი საიჯარო თანხა 402,000 ლარია, საშუალოდ დაახლოებით მთელი საქართველოს ფარგლებში 2024 წელს ოღონდ დაფიქსირდა 140 ლარი საშუალო საიჯარო ღირებულება და ამავე დროს პირდაპირ გზით გაცემული საძოვრებიდან ჯამური შემოსავალი ბიუჯეტში არის 80,000 ლარამდე, მაგრამ მთლიანად ასე ვთქვათ პროექტის დაწყებიდან დღემდე 2020 წლის დღემდე აქტიური იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული 202. აქტიურს რას ვეძახით, რომ მაგალითად ეს დღესაც რომ მოქმედია თო იყო მაგალითად ბევრი ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც გარკვეული ასე ვთქვათ მონიტორინგის შედეგად მოხდა იმ ხელშეკრულებების შეწყვეტა, გარკვეულ ხელშეკრულებები თვითონ დაინტერესებულმა პირმა შეწყვიტა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. დღეს მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში გაცემულია 21180 ჰექტარი საძოვარი, მათ შორის აუქციონის გზით არის 7995 ჰექტარი, ხოლო პირდაპირ გადაცემის გზით არის 13155 ჰექტარი. ერთ ყურადღებას მივაქცევ კიდევ თქვენსას შემოსულ თანხებზე, აუქციონის წესით იჯარით გაცემული საძოვრების წლიური საიჯარო თანხა საერთო ჯამში 465,198 ლარია, აქ უკვე მთელი საქართველოს ფარგლებში, პროგრამის ფარგლებში, ასე ვთქვათ, პროგრამის მიმდინარეობის
განმავლობაში საშუალოდ 58 ლარი არის დადგენილი, ასე ვთქვათ, აუქციონიდან გამომდინარე საშუალო ღირებულება იჯარისა 58 ლარი არის. პირდაპირ ისეთ გაცემულ საძოვრებზე არის შემოსავალი 165,406 ჰექტარი. მაგრამ 406 ლარი უკაცრავ. მიმდინარე წელს უკვე 2025 წლის 8 თვის განმავლობაში იდენტიფიცირდა პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისი ყოფილი 104 ნაკვეთი, 3522 ჰექტარი, აქედან მიღებული თანხმობები გვაქვს 24 ნაკვეთზე 2156 მეტრზე, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი წყებებს უნდა შევუთანხმოთ იჯარის გაცემამდე. იჯარის ხელშეკრულება უკვე წელს გაფორმდა 18 ნაკვეთზე 1503 ჰექტარზე, ასე ვთქვათ, პირდაპირ წესით გაიცა 15 ნაკვეთი, აუქციონის წესით გაიცა 3 ნაკვეთი. ვფიქრობთ, რომ წელს კიდევ მოვახერხებთ გამოქვეყნებას ახალი მონაცემებისა, რომ მეტი საძოვარზე მიეცეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომების საშუალება გქონდეს ჩვენს ფერმერებს. აქ როგორც აღნიშნე, ბევრ შემთხვევებში მონიტორინგის შედეგად გარკვეული ხარვეზები იქნა დადგენილი, ჩვენ ვაძლევთ ხარვეზის გამოსწორების ვადას, თუ არ იქნა გამოსწორება, მაშინ წვითავთ ხელშეკრულებად, ამიტომ მონიტორინგის შედეგად სულ შემოწმებული 99 მოიჯარე, დარღვევა გამოვლინდა 34 შემთხვევაში, აქედან არამიზნობრივი გამოყენება, სამწუხაროდ ჰქონდა შემთხვევები, რომ საძოვრები ჰქონდათ გადახმული და ზოგ შემთხვევაში მრავალწლიანი არ გქონდათ უკვე დარგული, ზოგ შემთხვევაში ერთწლიანი კულტურებისთვის იყენებდნენ ამ საძოვარს. იყო გადაძოვების პრეცედენტები, 17 ესეთი შემთხვევაა. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც იჯარით აღებული ჰქონდა ერთ პიროვნებას და ამ დროს სხვა პიროვნებების პირუტყვი იყო შესული, ეს უკვე ისე ნებართვის გარეშე თუ თქვათ გადაიაჯარებული ვითქონდათ ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ გამოკითხვის შედეგად ყველა ამბობს, რომ არ ვიცოდი, ვინ შევიდა, მე წამოვიყვანე ცხვარი და იქ ახლა ვერ დავიცავ მაგას საძოვარსო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ფაქტები იყო. ისე რომ გარკვეული აი ამ სწორედ აი მონიტორინგის შედეგად მოხდა, რომ გარკვეულ ფერმერებს შეეზღუდათ, ასე ვთქვათ, იჯარით სარგებლობა. თქვენს ყურადღებას მივაქცევთ დონორებთან ურთიერთობას, გვაქვს მსოფლიო ბანკის კრეილის პროექტი, სასოფლო მიწის მართვის და მონიტორინგის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ მთელი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ დავამუშავეთ უკვე და გვაქვს ჩვენ სხვადასხვა ფორმატში, აი სწორედ მიწის საინფორმაციო სისტემა უნდა შეიქმნას კრეილის პროექტის ფარგლებში ლისი ასევე ძახით, რომელიც მოახდენს უკვე ერთ პორტალის შექმნა, სადაც იქნება მთელი მონაცემები აღრიცხული, დამუშავებული, სტანდარტიზირებული და რომელიც უფრო მეტად სანდო იქნება მომხმარებლისთვის, ეს იქნება როგორც ვთქვათ, გარემომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემა, რომ შევიდნენ ამ პორტალზე და გარკვეული ინფორმაცია თვითონვე მოიპოვონ უკვე პორტალის მეშვეობით და ასევე იქნება მეორე მხრივ ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ამ სისტემურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და უკვე იმ პროგრამაში მოხდება მონაცემების დამუშავება და ავტომატურად რეჟიმში უკვე ასახვა ლისის პორტალზე. გარდა ამისა, ჩვენ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე კრეილის პროექტის ფარგლებში ერთი კომპონენტია, რომელიც კონსოლიდაციას ითვალისწინებს მიწის მიწების ამას FAO-ს ორგანიზაცია ლენდნეტი განახორციელებს ამ ახლა დაწყების ეტაპზე ვარ გამგელა ამ პროგრამისა მოხდება როგორც ექსპერტების ჯგუფების ერთად ჯგუფები შეიქმნება, ასევე ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ჩვენი სააგენტოს ფარგლებში ვფიქრობთ, რომ პატარა სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ამ საერთაშორისო ექსპერტებთან ითანამშრომლებენ და შემდგომში მოხდება საველე გასვლებიც, გარკვეული საპილოტო პროექტები გაკეთდება ამ კონსოლიდაციას, ძირითადად ეს არის მიბმული იმ მელიორირებულ მიწებზე, სადაც ხორციელდება მელიორაციის პროცესები, სარწყავიანება და ასე შემდგომ, ისე რომ ნახოთ ეს პირველად იწყება, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში და ნახოთ რა შედეგებზე გავად.
ხო, ერთი პროექტი შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საძოვრების, ასე ვთქვათ, ინვენტარიზაცია მოიხსენებათ ქვეყანაში გვაქვს საძოვარი, ბევრი წეგანაც აღნიშნა საძოვრად გამოიყენება და კატეგორია არ აქვს, მაგრამ არის საძოვრები თავისივე კატეგორიით, რომელიც არ ვიცით რას წარმოადგენს. შესაბამისად თუ არ იცი რა არის, ვერ განსაზღვრავ პროგრამებს, ვერ დააწესებ მასზე შესაბამის ადეკვატურ საიჯარო პირობებებს და ასე შემდგომ, ამიტომ უკვე წელს IFAD-ის პროექტის ფარგლებში, ადაპტაციის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩვენ წელს უკვე დავიწყებთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზა, ეხლა 25 ამ მომავალ კვირას გახსნითი ღონისძიება გვექნება და თუ გექნებათ შესაძლებლობა დაგვესწრებით და დაგვავალებთ და კარგი იქნება ნინოწმინდაში და უკვე ვახდენთ მთელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების, ეს არის სახელმწიფო მუნიციპალიტეტის ინვენტარიზაციას, კატეგორიზაციას და უკვე გვექნება სრული სურათი. ეს იქნება პირველი ნაბიჯები შარშანგაკეთ და ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია რეკის მიერ და წელს უკვე ჩვენ ვიწყებთ აქ ამ მუნიციპალიტეტს და გაგრძელდება უკვე შემდგომში ვფიქრობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. აი ეს იყო ჩვენი მხრიდან მოკლედ რაც შეიძლება და თუ რამე კითხვა გაქვს უპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ნამდვილად საინტერესო იყო. დამეთანხმებიან კოლეგები. უნებრივია გაგვიჩნდა კითხვები და თუ შეიძლება რომ კითხვებზეც გვიპასუხოთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება რეალურად 2024 უпростоრეთ 2004 წლამდე ასე თუ ისე, მაგრამ ისიც გვახსოვს ახლა რა პერიოდი იყო, ეს 90-იანი წლები და მაინც დიდი ძალისხმევა ამ მიმართულებით არ იყო ჩადებული და ამდენი წელი გავიდა, ეს კონფიგურაცია შეიცვალა, ზოგადად კლიმატიც იცვლება, ბუნებაც იცვლება და ბუნებრივია ჩვენ ზუსტი მონაცემები არ ქონდა. ახლა არც დღეს გვაქვს მაინც რომ ვთქვათ, რომ ზედმიწევნით ვიცით ყველაფერი, მაგრამ სწორედ ამ სამსახურის შექმნაც, ჩამოყალიბებაც ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს, რომ სამომავლოდ ზუსტად ვიცოდეთ, რას ფლობთ, რამდენ მიწას ფლობთ, რა კატეგორიებისას ფლობთ, მერე შემდგომში მოგვიწევს, რომ ხარისხზეც გადავიდეთ და არა მხოლოდ სტატუსი მიწის, არამედ ხარისხებიც განსაზღვროთ, რომ მათი ნაყოფიერება შევისწავლოთ, რეკომენდაციებიც მე მაგის მიხედვით გავცეთ რა კულტურისთვის იქნება, კი, რა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ნიადაგის შემცველობიდან გამომდინარე, რომ მე უკვე მოვახერხოთ და რეკომენდაციებიც გავცეთ კულტურებთან დაკავშირებით, თუ ჩვენმა ფერმერმა დაუშვათ რა არის, რა უმჯობესია, რა ტიპის კულტურა გააშენოს ამა თუ იმ ნაკვეთზე. ეს ძალიან კარგი საქმე გაკეთდა კიდე ერთი, რომ ადრე იყო მხოლოდ ასე ვთქვათ აღმავალ ხარისხში იყო შესაძლებელი კატეგორიის შეცვლა მიწის და მერე უკან აღარ ბრუნდებოდა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ასეთი მიწები ქვეყანაში და გამოუყენებელი რჩებოდა ვინაიდან თავის დროზე და მაგალითად რო იყო მეურნეობები საბჭოთა პერიოდის დროს და ან კიდევ რაღაცა ქარხნები, ფაბრიკები, იქ მიმდებარე ტერიტორია აღარ იცხებოდა როგორც არასასოფლო სამეურნეო, დღეს იქ ასეთი ფუნქციონირება აღარ არსებობს, ის ფაბრიკები არ არის და ტერიტორია დარჩა, მოსახლეობა არ ინტერესდებოდა ასეთი ნაკვეთებით, ვინაიდან გადასახადი დიდი იყო და იყო გამოუყენებელი. ხა შესაძლებელია უკვე რომ გადავიდეს სასოფლო სამეურნეო კატეგორიაში და შესაბამისად ინტერესიც უკვე გაიზარდოს და მოსახლეობამ გამოიყენოს და ესეც კაი საქმე გაკეთდა. ერთი თქვენ ახსენეთ, მოდი კითხვები თუ გაქვთ, თქვენ დაგითხოვთ და მე შევიკითხები. ვარ გაქვთ კითხვები. როგორც ჩანს არ არის და მე კითხავთ რა. აი ახსენეთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ახდენთ მონიტორინგს და ორთოფოტო, აი რა ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, რა გიშლით ხელს, რომ
იქაური ტერიტორიებიც გაშიფროთ, ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია, ხო? ჩახედოთ და ჩვენი ტექნოლოგია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კორენის პროგრამის კლასიფიკატორი დეშიფრირებას, ეს ხდება გადაღებული აეროგადაღებული ორთოფოტოგეგმების შესაბამისად ქვეყანაში ერთადერთი უწყება, რომელიც აკეთებს ორთოფოტო გადაღებებს, ეს არის საჯარო რეესტრი, რომელიც ვერ ფარავს და ალბათ არ აქვს უფლება როგორც საზღვრისპირა ტერიტორიებს და ჩვენ მაგალითად საზღვრისპირა ტერიტორიების ორთოფოტოები ქონდა 2015-7 წლის ძველი ასე ვთქვათ და ორთოფოტოები ქვეყანაში არ არსებობს ამ ოკუპირებული ტერიტორიებისა და ვერ იღებს საჯარო რეესტრი ამ ორთოფოტოებს, რომლების დეშიფრირება ჩვენ მოვახდენოთ, შეუძლებელია. კი, აეროგადაფრენა ხდება და იმ ტერიტორიაზე ვერ შედიან უბრალოდ რომ გადაუფრინონ და გადაიღონ. კი. აი, მაგალითად Google-ით შეგიძლია Google-ით ხომ არა, Google-ით არ არის იმ დონის არ არის, რომ თქვათ სატელიტიდან გადაღებული Google-ის ასე ვთქვათ რუკა გამოვიყენოთ ჩვენ დეშიფრირ ძალიან ცდომილება და ძალიან აცდენილი იქნება მონაცემებს. ამიტომ ჩვენ მოკლებულები ვართ მაგის გაკეთება. ჩვენ კი გვაქვს რაღაცა მონაცემები, მაგრამ ეს იმ დონის მონაცემები არ არის, რომ თქვათ ჩვენ ეს საჯაროდ ვთქვათ, რომ კლასიფიკატორის მიხედვით ვყოფთ ამას მიწევს. სამწუხაროდ ესეთისა თან მით უმეტეს ჩვენ ვაკეთებთ საჯარო რეესტრის ზონალური პრინციპით, რომ ზონალურად რო აქ დაყოფილი კოდები, აი იმ ზონალურობას მოყვეთ და ჩვენ ადმინისტრაციულ საზღვრებს კი არ მივყვებით პირდაპირ თქვათ. შემდგომ შემთხვევაში მაგალითად ზონალური საზღვრები არ ემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვრებს. ამიტომ ჩვენ ვინაიდან თვითონ მუნიციპალიტეტებს შორისაც კი და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორისაც კი საზღვარი ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი ჩვენს შიგნით ქვეყანაშიც. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ მივყვეთ მხოლოდ საჯარო რეესტრის ზონალურ პრინციპს, ანუ ზონალურ დაყოფას და შესაბამისად მაგის მიხედვით ვახდენთ. ისე რომ აი ეგ პრობლემა არის ბატონო. კი ბატონო. აი თქვენი სამსახური მაინტერესებს კიდევ სამომავლოდ რა საჭიროებები გაქვთ ეს რესურსები რა გაგაჩნიათ რაში გიჭირთ და როდის არის მოსალოდნელი რომ ეს მიწის ბალანსი შეადგინოთ და დაასრულოთ მიწის ბალანსი ჩვენ ფაქტიურად გვაქვს უკვე შედგენილი როგორც სლაიდზე გაჩვენეთ კორენის კლასიფიკატორის პირველი მეორე ტიპის ასე ვთქვათ მონაცემები, დონის მონაცემები უკვე ჩაშიფრული გვაქვს და ჩაშლილი გვაქვს. უბრალოდ 2021 წელს მოხდება ლისის პროგრამის გაშვება უკვე ოფიციალურად. ესე ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა გრეილის პროექტის ფარგლებში, რომ უკვე ოფიციალურად ასე ვთქვათ პორტალი არსებობდეს, სადაც ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა რომ მიიღოს ასე თუ ის ინფორმაცია საქართველოს მიწის ფონდის შესახებ. მაგრამ დღის მდგომარეობით მაგალითად ნებისმიერ უწყება თუ მოგმართავს და გვეტყვის თქვათ რა სახის ინფორმაცია აინტერესებს მიწასთან დაკავშირებული, ჩვენ ამას ვაწვდით. ჩვენ მთელი სტატისტიკა, საქსტატის ვთქვათ ფაქტიურად ჩვენ გეოსირცულ მონაცემებზე მუშაობს, იგივე სხვადასხვა უწყებები თუ ვინმეს უნდა, ყველას ვაწვდით ჩვენ შესაბამის მონაცემებს. ხო და რა სიხშირით განაახლებთ ხოლმე ინფორმაცია? აი როგორც გითხარით, წელს მაგალითად 1,200,000 ჰექტარის მიწის განახლება მოხდება, მონაცემების განახლება მოხდება. მომავალ წელს ვნახოთ რამდენი, ანუ ჩვენ მაინც მიმული ვართ საჯარო რეესტრის მიერ ახალი ორთოფოტოების გადაღებას. ჩვენ დამოუკიდებლად ამას ვერ ვაკეთებთ, ამას საკმაოდ დიდი ხარჯები ჭირდება, ამიტომ თუ გაჩნდა იმის შესაძლებლობა, აქ ერთი სუსტი მხარე ის არის, რომ საჯარო რეესტრის ინტერესებიდან გამომდინარე, ცოტა სხვა პერიოდში იღებს სურათებს, ასე ვთქვათ, ორთოფოტოებს, ჩვენ როგორც სოფლის მეურნეობის მუშაკები, ჩვენ სხვა პერიოდში ჭირდება, რომ იქ ფოტოლი იყოს გამოსული, ის რაღაცა უფრო ნათლად ჩანდეს, რომ უფრო მეტი სიზუსტით გავარკვიოთ, ვთქვათ, იმათ პირიქით, რაც უფრო შიშველია ხელმძღვანელებს და მეტი თავისუფალი ტერიტორია ჩანს, ის აინტერესებს მათ, რომ ზუსტად აღრიცხონ. აი, ცოტა ამაში თანხმდები არ გვაქვს და ცოტა ძნელია რომ დავაყენოთ რომ ცალკე ჩვენ გადავიღოთ, ცალკე იმად გადაიღონ
ამიტომ ნახოთ მომავალში როგორ იქნება ბატონგელე და თუ მოგვეც ამის შესაძლებელი უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, თქვათ სასოფლო სამეურნეო ტერიტორიებთან მიმართებაში. აი დღეის მდგომარეობით მაინც საჯარო რეესტრის მიერ გადაღებულ ორთოფოტოების მოცულობაზე ვართ დამოკიდებული განახლების კუთხით. კი ბატონო, ორი საკითხი მაინტერესებს კიდე და მორჩეთ მე აღარ გადაგვალით. ფასი აი მე ჩვენი მეცხვარეები აპროტესტებდნენ საიჯარო ღირებულებას ფასს მაგალითად დედოფლის წყაროს მიმართულებით დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აი აუქციონის შედეგად როდესაც ერთმანეთთან კონკურენცია იყო რა ფასია დაფიქსირებული თუ გაქვთ თუ არა გაქვთ რომ მე გამომიზავნოთ მაინტერესებს პროექტის აი ეხლა პირველ წელს როდესაც აუქციონი ტარდებოდა სიმართლე გითხრათ ერთი რეკორდი მოხსნა ყველანაირი რომელიც არც ერთ ლოგიკაში არ ჯდობოდა 407 ჰექტარი აუქციონზე ერთმანეთთან ვაჭრობაში ისე შეყვნენ რომ წლიური გადასახადი დავიდა 1,47 თუ 48,000 ლარზე თუ გადაიხადეს არა რა თქმა უნდა უბრალოდ ჩააგდეს ამით აუქციონი და შესაბამისად მე უკვე ვისაც უნდა გაიფორმნე ხელში აღარ გააფორმე იმიტომ რომ არანაირად არ ღუჟდა ახლა 400 ჰექტარი მილიონზე მეტი გადაეხადა რეალური მაინტერესებს რეალური მაქსიმალური ფასი რა საშუალოდ ვინც იხდის ხო ვინც იხდის და მოქმედი დღეს მთელი საქართველოს მასშტაბში არის 58 ლარი რეალურად საშუალო გამოდის ეს ღირებული. ზოგი რა თქმა უნდა ჰექტარში წელიწადში კი. ზოგ შემთხვევაში ცოტა მეტია, ზოგ შემთხვევაში ცოტა ნაკლი, მაგრამ საშუალო გამოდის ეს 58 ლარი წლით. არა, აი საშუალო გავიგე. მე თუ შეიძლება მომაწოდეთ აი მაქსიმუმი. ყველაზე მაქსიმუმი გადახდით. კი ბატონო მოგაწოდეთ. ყველაზე მინიმალური არის პირდაპირ გადაცემის შემთხვევაში 15 ლარი. 15 ლარი. კი ეს საწყის სააუქციონო ღირებულება და მე უკვე იზრდება აუქციონის შესაბამისად. კიდე ერთიც და მორჩეთ ამ ქარსაფარზოლებთან დაკავშირებით ახლა მაგის მნიშვნელობაზე აღარ დავიწყებ საუბარს ყველამ ვიცით რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ჩვენ პროდუქტიულობაზეც არის სამომავლო გაზდაზე და ასე შემდეგ პირდაპირ კავშირშია ეს ყველაფერი თუ დავიწყეთ სადმე ქარსაფალი ზოლების გაშენება და რას ვაკეთებთ ამასთან კი, დაკავშირებით? ჩვენ ეხლა გვაქვს უკვე გარკვეული პროექტები შემუშავებული, ასე ვთქვათ, პროგრამის პროექტი გვაქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა წავიდეთ ქარსაფარი ზოლების აღდგენა რეაბილიტაციის გზით, მაგრამ ბატონგელა იმდენად ასე ვთქვათ, ძვირად ღირებული პროდუქტია, ჯერ კიდევ როდესაც 2019 წელს კანონის 2020-ში მიიღეს ქარსაფარი ზოლების კანონი, მაშინ რიაშიც იყო მითითებული თუ რა ჯდებოდა 1 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის აღდგენა რეაბილიტაცია გაშენება თავისი მოვლით. დღეს მაგალითად ჩვენს მიერ საბაზრო ასე ვთქვათ გამოკითხვით ვთქვათ ვინც არიან ამ პროცესში ჩართულები მათი პრაქტიკის გამოყენებით და გათვალისწინებით დაახლოებით თავის გაშენებით პროექტის მომზადებით ასე ვთქვათ თან გაშენებაც ვფიქრობთ რომ წიწოვნები გაშენდეს თუ გაშენება იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ სამთარზაფხულ ყოველთვის დაცვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ახლა საბჭოთა კავშირის დროს უყურეთ იყო ძირითადად ალვისხეებით გაშენებული. ალვისხე, როდესაც ფოთოლი გამოდის, ეს არის მაისი და ახლავთ აპრილის ბოლო. და ადრე ზაფხულის ქარებს ვერ იჭერდა ვერანაირად და დიდი სიკეთის მიცემიც არ იყო. აი სწორედ დღეს მიმდინარეობს იმაზე მუშაობა რა გზით წავიდეთ. რა თქმა უნდა, თუ ქარსაფარ ზოლში გამოვიყენეთ ალვისხეს, საკმაოდ იაფი დაჯდება ამისი განხორციელება, მაგრამ თუ რაც მსოფლიოში აპრობირებულია და წიწოვნებს გამოვიყენებთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის წიწოვნებით გაშენებული ქარსაფარი ზოლები. ბევრ საქართველოს ტერიტორიაზეც სხვათაშორის საკმაოდ კარგად არის ბევრი შენარჩუნებლა, მაგალითად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახლა წინა კვირას ვიყავი მიწათსარგებლობის გეგმაზეც კი არისო დატანებული და იმიტომ რომ მოგეხსენება ძველი მიწათსარგებლობის გეგმები ზოგი დაკარგულია და არ გვაქვს ეს სრულად სამწუხაროდ წლებიდან გამომდინარე და ჩვენ არ ქონდა ეს მონაცემები და აი ინვენტარიზაციამ გამოავლინა რომ გაშენებულია ძალიან დიდი ფართე ზოლები ქარსაფარი ზოლის წიწოვნებით და კარგად შენარჩუნებულიც თან. ანუ რისი თქმა მინდა რომ
ქვეყანაში არის იმის პრაქტიკა, რომ ამ წიწოუნებით არის გაშენებული გარსაბარზოლები და ამიტომ ფიქრობთ ერთ-ერთ ვარიანტად ამაზეც ამის გამოყენებასაც, თქვათ, წიწვოვანი ხემცენარეების, რაც თავისთავად საკმაოდ ძვირად ღირებულია და ჯამში გამოგვდის რა ვიცი, ჰექტარი. მე შინია კიდე ციფრის თქმა, იმდენად დიდი ციფრია, ჰექტარი რომ გაშენდეს და 3 წლის გაშენებიდან 3 წელი მოუაროს კონტრაქტორმა, იმიტომ რომ უკვე გამძლიერდება და შემდგომში უკვე ან მუნიციპალიტეტს გადავცემთ, ან თქვათ შესაბამის მიხედავს ამის მოვლა პატრონობას, დაახლოებით 70,000 ლარზე მეტი ჯდება. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. და აი ფიქრობთ ახლა ვეძებთ წყაროებს, რომ რა წყაროებით შეიძლება ამ ყველაფრის შევსება, რომ პროცესი დაიწყო. მარტო ბიუჯეტი ფიქრობთ ამას ვერ აწევს. იცით, კერძო სექტორი ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად მაგასაც განვიხილავთ, გვაქვს პროექტით შემუშავებული, რომ კერძო სექტორთან თანამონაწილეობით განვახორციელოთ ეს პროექტი, მაგრამ კერძო სექტორი ჯერ კიდევ მზად არ არის იმისთვის, ბევრს არ გასის ხორცებული, რაც წარმოადგენს ქარსაფარი, ზოგი მზად არის და შემოვა, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან თანადაფინანსებაში შემოვიდნენ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ თლათ ისეთი ბევრი არ არის, რომელიც თქვათ რაღაც სურათ შექმნის, იმიტომ რომ პირობითად ჩვენთან იმდენად ფრაგმენტირებულია მიწები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომ 5 ნაკვეთიდან გვერდიგვერდ ჩაყოლებიდან აქედან ერთმა რომ მოინდომოს შემოსვლა და გააშენოს თავის მომიჯნავე ქარსაფარის ზოლი, დანარჩენი არ იქნება და შეიძლება იმან უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ამის გამო. ან რამოდენიმემ გააშენოს და ზოლად არ გაკეთდეს, სადღაცაც წვეტა მოხდეს. აი, ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი ვარიანტი შევარჩიოთ, რომ ასე თქვა გათვალისწინებული იქნას ყველა პირობა. კეთილი, ბატონო გიორგი. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხია, მე შემხედრია ფერმერები, რომლებსაც აინტერესებს. შესაძლებელია რომ მოიძიოს ესეთი ფერმერები მოვიძიოთ და სადღაც დავიწყოთ. ძვირი ჯდება თუ როგორ არის, რასაც ვერ გავექცევით, ხო, ბუნებრივია და არა და აუცილებელია და მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე რა ვიცი, სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებით. ამიტომ თხოვნა მექნება თქვენთან, რომ აი მომავალ შეხვედრაზე კიდე 1 წლის ანგარიშს რომ წარმოადგენთ. გაშენებულ ფართობებზეც ვისაუბროთ. იმედი გვაქვს. და რაღაცა საპილოტე მაინც უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ, რომ თან სხვადასხვა ჯიშები და სხვადასხვა კულტურები ბუნებრივია, რომ მე შემდგომში ზუსტად ვიცოდეთ წიწოვანი ჯობია თუ რა მიმართულებებით წასვლა. ახლა ფერმერებთან შესაძლებელია რომ ასევე ნაყოფის მომცემი მცენარეებიც გაშენდეს და მაგითაც დავაინტერესოთ ფერმერები და თვითონაც აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხში. ან შეიძლება რომ ეს თანხა რაც თქვენ გაქვთ დათვლილი რაღაცა პროგრამა შეიქმნას და ამ ფერმერებს შეიძლება რომ რაღაცა თანხის ნაწილი გადაეცეთ და იმათ ადგილზე თვითონ მიხედონ. ეგეც შეიძლება საფიქრალი იყოს და მნიშვნელოვანი რაღაცა სტიმული მიეცეს ამით ფერმერს. ხო, მოკლედ ცოტა დავაჩქაროთ ეს პროცესი, ჩემი თხოვნა იქნება და მომავალი წლისთვის რაღაცა გარკვეული ხელშესახები შედეგი რო გქონდეს. კი ბატონო. დიდი მადლობა, როგორც ხედავ, სხვა კითხვები აღარა გვაქვს. მადლობა, ძალიან ამომწურავი იყო თქვენი ანგარიში და მოხსენება და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. კარგად. მადლობა. კომიტეტის ცნობა დასრულებული. კი, მივიღეთ ცნობად ანგარიში. მადლობა.